ხო, დავალება იყო ესეთი მარტივი რაღაც უნდა გაგეკეთებინათ ანოტაციებით და reflection-ით. Რაღაც modify string ანოტაცია უნდა შეგექმნათ. უნდა გქონოდა რაღაც string-ის მოდიფიკაციის რაღაცები, მაგალითად პარამეტრები, uppercase, lowercase უნდა იყოს, გახდეს უბრალოდ prefix-ი დაემატოს თუ suffix-ი დაემატოს. და ასევე ტრიმინგი გაუკეთდეს თუ არა, ანუ ცარიელი სიმბოლოები მოშორდეს თუ არა მარცხნიდან და მარჯვნიდან strings და default-ი ყველაფრის უნდა ყოფილიყო, ბულიანების false-ი და string-ების ცარიელი string-ი. ან ნული. ხო, და ესეთი რაღაც და უბრალოდ უნდა დაგეწერათ რაღაც მეთოდი, რომელიც process modify string სახელს იქნებოდა. ამას გადაეცემოდა რაღაც ობიექტი, რომელიღაცა ველზე იქნებოდა რაღაც modify string ანოტაცია. და შესაბამისად ამ modify string-ის რაღაც პარამეტრების მიხედვით მოახდენდა იმ string-ის შესაბამისად ცვლილებას. მაგალითად აქ რო წერია to lowercase true და prefix potato, თუ რომელიღაცა first name-ზე იქნებოდა, იმ first name-ის მნიშვნელობა უნდა გადაეყვანა lowercase-ში და prefix-ად დაეწერა potato. და ეგ იქნებოდა. ანუ რაღაც მოდიფიცირებას გაუკეთებდა. ეხლა უცებ გავაკეთოთ ეს. ხო, ანოტაციები და ყველაფერი იმაში პაკეტში იყოს, იმიტომ ბევრი არაფრის წერა არ გვიწევს აქ. აქ შევქმნათ აქ ანოტაცია modify string და ანოტაციის პარამეტრები პირდაპირ იწერება, არაფერი private public-ი არ უნდა. რა ტიპის არის, უნდა დაწერო აქ გვაქვს ბულიანი 3 ცალი, არა 2 ცალი ბულიანი, ხო 3 ბულიან ტიპის, 2 string ტიპის, ანუ ბულიან to uppercase ესეთი რაღაც დავარქვათ. მე ეს მეთოდის ჭხილებისავით ეწერება ამათ და default ნიშნულობა შეგვიძლია default-ის მერე დავწეროთ, მაგალითად false. default-ად ამას არაფერი default ნიშნულობა არ ინიჭება აი ანოტაციის პარამეტრს, ამიტომაც ჩვენ ხელით default-ით უნდა მივუთითოთ. მეორე boolean to lower case tag is to მიწერია, კი ბატონო. ესეც default-ად. default false string prefix და ეს default, შეიძლება null-ი დავწერო, შეიძლება აქ დამავიწყდა ესეთი რაღაც. უბრალოდ აქ ნახეთ null-ი შეიძლება. აქ ავიღოთ მაშინ ცარიელი string-ი, ესეთი. string suffix default. ესე. და კიდე რა გვაქვს? ხო, trimming-ი. და boolean do trim default false. ისე გამოდის, რომ არაფერი ცვლილება არ მოხდება ამ string-ზე. default-ად. ეხლა შემოვიღოთ აქ რაღაც, თქვათ, person class-ი. დავუწეროთ ამ ჯიგას private string first name, private string last name, int age. აქაც private იყოს ეს. ეს რაღაც პარამეტრსაც დავუწერ, პარამეტრიანსაც. Almost get setters და two strings. equals hash code-ის დავუწეროთ უცებ. და two string-ი. და ეხლა უბრალოდ გვინდა რომელიღაცას რაღაც ვუქნათ. ორივეს ვუქნათ, მაგალითად ამას დავადოთ modify string-ი. უბრალოდ არ დაგვავიწყდეს აქ შეზღუდვა ამ ინტერფეისის. ამას დავუწეროთ, რომ ამისი target-ი იყოს. field-ი და ასევე
ამისი retention-ი იყოს retention policy runtime. იმიტომ როგორც ნახეთ, თუ არაფერს დაუწერ, ეს retention policy არის default-ად. ოი, რა თქვი? მოიცა ვიღაცა. ჩემი ხმა მესმის. ხო, რაღაც კითხვა თუ გაქვთ, მკითხეთ. ხო, ანუ აქ იგულისხმება, რომ თუ არ დაუწერ აი ამ შეზღუდვის ანოტაციას და targets, target-ის შემთხვევაში ყველაფერი იგულისხმება, ანუ ყველაფერზე დაწერა შეგიძლია ამისი ანოტაციის და retention-ის შემთხვევაში გამოდის, რომ კლასში იქნება, მაგრამ runtime-ში ვერ შეძლება ამის გამოყენებას. ანუ იგივეა რაც აქ კლასი რო ყოფილიყო. თუმცა ჩვენ runtime-ი გვინდა, იმიტომ რომ გვინდა პროგრამიდან დავამუშაოთ ეს ანოტაცია. ხო. ნუ დავამუშავოთ, ანუ მივწვდეთ, გამოვიყენოთ. ნუ აქ დავწეროთ ეს ჩვენი modify string-ი. აქ შემიძლია ესე დავწერო ამის გარეშე default მნიშვნელობები რადგან აქ არაფერს არ ითხოვს რომ გადავცე. თუმცა აქ შემიძლია გადავცე მაგალითად prefix-ი. prefix-ი იყოს Mr. Man person, ჩავთვალოთ რომ ვიღაც კაცები არიან Mr. ვიღაცა. და ასევე მისი სახელი რო იყოს to uppercase true, ესე რო გავაკეთოთ. აქ არ აქვს თანმიმდევრობას მნიშვნელობა, შეგიძლია პირიქით გადასცე მაგალითად to uppercase true prefix რაღაც. და მეორე ეს last name-ი რაც არის, აქაც modify-ს გავუკეთებ, ამას დავწერ to lowercase true და suffix ნუ წერტილი რო დაუსვას ბოლოში. არ ვიცი. ხო. და ეგ არის. ნუ აქ შემიძლია აქაც enter-ი დავსვა, იმიტომ რომ ცალკე ესე ჩანდეს პარამეტრები კლასის. ეხლა main-ში უბრალოდ ამას შევქმნი persons. გადავცე მას John Smith 35 წლის. და ამ John Smith უბრალოდ დავბეჭდავ აქ system out-ში. ვიცით ხო აქ ამისი თუ string-ი გამოიძახება, შემიძლია ესეც დავწერო ხელით, არ აქვს მნიშვნელობა, იმიტომ რომ მაინც გამოიძახება. და ეხლა რაც შეეხება დამუშავებას, ეს ეხლა გავშვა არაფერი დამუშავება ამ ანოტაციის არ ხდება და ჩვენ ეგ უნდა ვიცოდეთ, რომ ანოტაცია თავად არ მუშავდება, ვიღაცა იყენებს მას რაღაცისთვის. ამ შემთხვევაში ის ვიღაცა არ გვაქვს ჩვენის მეთოდი, რომელიც აი ეს აქ რაც გვიწერია. ანუ ეს process modify string არ გვაქვს ესეთი მეთოდი. შეგვიძლია ეს მეთოდი დავწეროთ. მაგალითად, ცალკე კლასი შევქმნათ. modify string processor ამას კონდეს public void ну static იყოს void ტიპის და ну რა ვიცი process to process დავარქვათ process და გადაეცემოდეს ობიექტები objects და ამ ობიექტებს რომლებსაც გადავცემ იმათ დაამუშავებს იმათ ველებს შეხედავს modify string-ი თუ უწერია და შესაბამის ოპერაციებს შეასრულებს. ну ორმა ვინც დაწერა ერთს მე მგონი ეს ცალკე არ ქონდა გატანილი და სადღაც person-შივე იყო ეს process მეთოდი. თუმცა ну რადგან ეს და ეს არაფერ შუაშია person-თან ეს ხო შეიძლება ნებისმიერ კლასის ველს დავადო string ტიპისას. ეგ ჩემი შეზღუდვა ეგ გონებაში რომ strings უნდა დაედოს მხოლოდ თუმცა ნუ ნებისმიერ ველს შეიძლება დაედოს ეს modify string-ი ამიტომაც person-თან დაკავშირებული არაა და ჯობია ცალკე იყოს დამოუკიდებლად. ნუ აქ for cycles for each-ს გავაკეთებ და ესეთ რაღაცას ვიზამ. get class ამოვიღებ ამ object-ისას ნუ class დავარქმევ ნუ ეს generic რაღაცას წაუშვი ამას შეგვიძლია წაუშალოთ. ну კლასის წარმოდგენა მაქვს, ავიღებ ველებს, declared fields, იმიტომ რომ private-იც მაქვს, ამაზეც for-ს გამოვიყენებ. მე declared fields can access აი ამ ჩემი object-ისთვის ნახავ. თუ ეს არ არის accessible, მაშინ ჩემ declared field set accessible true-ს გავაკეთებ. რომ private-ის შეცვლა შევძლო,
private ძირითადად ეს ლექციაზე თქვი, ანუ accessible და inaccessible ნიშნავს ზოგადად თუ private-ია inaccessible-ად ითვლება და თუ არ არის private და ნებისმიერ სხვა არის accessible. და აქაც ავდგები declared field უკვე accessible არის და შემიძლია ამის set-ი გავაკეთო და აი ამ object-ზე რაღაც მნიშვნელობა მივანიჭო. ეხლა სანამ ამ set-ს გავაკეთებ type get annotated type. არა, get type-ი დამიბრუნებს რაღაცას, ხო? და ეს get type-ი დამიბრუნებს რა ტიპის ველია. მე აქ ჯერ მინდა ესეთი რაღაც შევამოწმო. If not accessible რა ვიცი მე set to accessible. ეს აკეთებს ამას. მე აქ მეორე რაღაც მინდა ესეთ შევამოწმო. If no string if field is not რა ვიცი string throw exception. ანუ მე მინდა რომ შევზღუდო string ტიპზე ჩემი მეთოდის მუშაობა. ნუ აქ შეგვიძლია exception-ის მაგივრად რადგან for cycle არის continue გავაკეთო. და მე არაფერი არ დაშავდება. ხო. ნუ ეგ ვარიანტი მაშინ შეგვიძლია ჯობია მე მგონი continue ვქნათ მაშინ. Then continue. ესე. ან exception, exception-ი იყოს, იმიტომ რომ მაინც რომ ვიცით გამოვიყენოთ ეს exception-ი, თუმცა exception-ი მოკლავს, ანუ ამ cycles და ცუდი იქნება, იმიტომ შეიძლება ერთი კლასი არის, ერთი ობიექტია, რომელსაც არასწორად დავადე, ეს modify string-ი არასტრინგ ველს და დანარჩენები კარგები არიან და ნუ ის ერთი ცუდის გამო დანარჩენებიც შეიძლება გაფუჭდეს. გააჩნია როდის მოხდება exception-ი. ნუ ეს ტიპი გვაქვს და აი ამ ტიპს აქვს მე მგონი ესეთი რაღაც is instance თუმცა ახლა ამ მეთოდის ზუსტი ის არ მახსოვს. ესე იგი აქ წერია რომ ეს if specified object is assignment compatible with the object represented by this class. This method is dynamic equivalent of the Java instance of the method returns true if the specified object argument არანულოვანია და can be cast to the reference type. ესე იგი აი ამ კლასზე თუ შეიძლება დაიქასტოს რომელიღაცა გადაცემული. მაშინ მე ასეთ რაღაცას გავაკეთებ. მე პირიქით ესეთი რაღაცა მინდა. მე მინდა string class-ი to is instance ეს ჩემი object კი არა, ეს ჩემი type-ი. ხო. ამას მე მგონი არგუმენტად ეს object-ი კი გადაეცემა, მაგრამ ეს ველი get value get პირდაპირ get-ი გვინდა და ეს გვინდა ჩვენ ნიშნულობა ავიღოთ რა ვიცი მე რაღაცა field value დავარქვათ და ეს field value ეს exceptions იცვლის რა თქმა უნდა ესეთი რაღაც ხო თუ ეს ნიშნულობა რომელიც შეიძლება მიუთითებდეს strings არის instance string-ის მაშინ ყველაფერი კარგადაა ხოლო თუ არ არის მაშინ აქ უნდა შეცდომა გავისროლოს throw new illegal მოდი argument exception თქვათ იმიტომ რომ არგუმენტია ეს ერთ-ერთი ცუდი იყო და თქვათ რომ ეს object-ი is not instance of string. აჰა. ნუ ეს შეცდომა შეგვიძლია სიმულაცია გავაკეთოთ მე ამ შეცდომის. მოდი ბარემ შევქმნათ რამე კლასი. Animal ერქვას. Condes private string name. The private got double weight. Start ველები ჰქონდეს. ამას get set-ები დავუწეროთ. ამასაც equals ეს code და to string.
და ავდგეთ და აი ამ weights დავადოთ თავზე ეს ჩვენი modify string-ი. ნუ აქ რა აქვს მნიშვნელობას გადავცემ, შეგვიძლია თუ uppercase-ით ან ეს თუ ან trim-ი, do trim-ი გავუკეთოთ, რომ რა თქმა უნდა ვერაფერს ვერ იზამს, იმიტომ რომ ნუ double რო იქნება, instance of string-ი აღარ იქნება. ახლა გადმოვიდეთ აქ main-ში ეს animal-ით შევქმნათ, animal new ნიყოს ეს იყოს doggy და წონა კონდეს რაღაც 10 კილოგრამი მაგალითად. ეს იყოს doggy. Bad doggy დავარქვათ. ეს იყოს ეს ჯიგარი. John Brown. ესე. ნუ John Brown-ი და ეს გვაქვს. პრობლემა არა, შეგვიძლია ესენი object-ის object-ის massive-ში შევინახოთ objects. barem. და John Brown. ნუ რადგან ჩვენ polymorphism-ი გვაქვს, იმიტომ რომ არის ობიექტზე ორიენტირებული ენა ესეც, object-ების massive-ში ნებისმიერი მისი შვილი შეგვიძლია შევინახოთ. ნებისმიერი მისი შთამომავალი ტიპი. ანუ ესენიც პირდაპირ შეინახა. და აქ ჩვენ modify string processors, do processors პირდაპირ ამ object-ებს გადავცემთ. ან პირდაპირ შეგვეძლო, რადგან ჩვენ ესე გვაქვს John Brown, ესე გადაგვეცა ეს ტყუილა გავაკეთე, ეს exceptions ისვრის, შეგვიძლია ეს გარეთ გავტყორცნოთ, ან უბრალოდ try catch-ში მოვაქციოთ. ნუ ესე ჩანდეს, რომ exceptions იწვევს. და ამ შემთხვევაში შეცდომას გაისვრის. თუ შეცდომა არ გაისროლა, მაშინ რა უნდა ვქნათ? მაშინ უნდა შევამოწმოთ პრინციპში ჯერ უნდა შეგვემოწმებინა check if annotation is present. ხო, იმიტომ ჯერ ანოტაცია უნდა შევამოწმოთ, სანამ შევამოწმებთ იმ ანოტაცია დადებულის ტიპს. ანუ ჯერ უნდა შევამოწმო ეს ჩემი field-ი, რომელსაც აქ ამოვიკითხავ. ეს field value არ გვინდოდა შემეშალა პირიქით, აქ declared field-ი უკვე მაქვს. is annotation present, ჩემი ანოტაცია არის modify string class ტიპი. თუ ეს არ მაქვს, მაშინ continue უბრალოდ. ვიტყვი რომ ნუ არ მაქვს ეს ანოტაცია ამ well-ზე, ასე იგი ეს well-ი არ მაინტერესებს. და აქ ხო ნუ 2-4-ია კი ბატონო. და აქ შემდეგზე თუ შემოვა, ესე იგი ეს ანოტაცია მაქვს, ვამოწმებ ტიპს, ტიპი თუ ყველაფერი კარგად არის, მაშინ შემიძლია ავდგე და ამოვიკითხო ეს ანოტაცია. Get annotation. ეს ჩემი modify string class ტიპის მაქვს ეს უკვე modify უნდა სახელიც კარგი დავარქვათ ამას modify string-ი რაც ქვია და modify strings ყველაფერი აქვს უკვე ამას აქვს ეს prefix-ი, suffix-ი რომელიც აწერია იმ well-ს და მე შემიძლია ახლა რაღაც ოპერაციები შევასრულო რაღაცა perform operations that are specified in modify string annotation. და ეს ოპერაციები, ნუ აქ შემიძლია ავდგეთ to lowercase შევამოწმო. თუ ეს არის, მაშინ მე უნდა ავდგე და ეს field-ი, declared field-ი. ამის მნიშვნელობა აქ field value ხო ამოვიკითხე აი აქ. კი ბატონო, მაშინ შემიძლია აქ set-ი გავაკეთო ამ object-ზე. field value, რომელიც ნუ წესით string-ია უკვე, ამიტომაც მე შემიძლია ეს დავქასტო აქ. ამ რაღაცის რა ქვია, შემოწმების შემდეგ მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს field value string ტიპისაა. რო არ ყოფილიყო შეცდომა მოხდებოდა. ანუ აი ამ ხაზიდან ვიცი, რომ ეს არის string-ი, ამიტომაც შემიძლია ავდგეს და ვთქვა, რომ field string value არის string ტიპის და ეს field value ესე. field string value რაღაცნაირად კი ჟღერს ხარ, რა ვიცი, მოდი string value დავარქვათ. ნუ string მნიშვნელობა და ამას to lowercase გავუკეთებ. მე აქ დავწერ იგივეს და to uppercase-ია. მე to uppercase თან მიმდევრობასაც ვუყურებ. lowercase-ზე პრიორიტეტული uppercase-ი, ამიტომაც lowercase-ის მერე uppercase-ის თუ true არის, uppercase-ი იმარჯვებს. ანუ
uppercase იქნება ბოლო ოპერაცია ამაზე, რომელიც დიდი ასოებით ჩაწერს. კიდე რა გვაქვს? კიდე გვაქვს ტრიმი. თუ ტრიმი თუ გვაქვს, მაშინ ტრიმს გავუკეთებ declared field set object string value. თან ეს string value აი აქ ხო შეიცვალა, არ დაგვავიწყდეს. string-ი ხო immutable არის. ანუ ამ შემთხვევაში აი აქ. ამ შემთხვევაში აქ არაფერი პრობლემა არ ხდება. მაგრამ აი ამ დროს trim-ის დროს ხდება. ანუ აქ მოდიფიკაცია რო ვქნათ ამასაც. ანუ ეს რაღაც დავწერო string value იყოს string value წერტილი trim-ი და მე უბრალოდ string value ეს დაატრიმული ამაშიც შემენახება და აქაც გადავაწერ ამ declared fields და ბოლო არის ეს ორი პრეფიქსი რო არის modify რაღაც პრეფიქსი თუ ეს პრეფიქსი რა თქმა უნდა არაცარიელი ანუ is blank-ი არის false-ი is blank-ი ამოწმებს თუ white space-ი ამ მხოლოდ ან თუ цариელია. რადგან მე trim-ი გავუკეთე ამ ჩემ modify string მოიცა აქ რაღაც. ხო, ანუ აი ამის ამას პრინციპში გავუკეთ არაფერი არ ექნება აქ პრეფიქსი. ხო, ესეც შემოწმება საკმარისი არის. is blank-ი. ან შეგვიძლია is empty შევამოწმოთ, რომელიც მარტო სიცარიელეს ამოწმებს. და თუ პრეფიქსი is blank-ი იყოს. იმიტომ რომ თუ სიცარიელები გადმომცა ვიღაცამ ის არ მინდა ეხა პრეფიქსად მიუმატო. ან შეიძლება ნება მივცეთ მიმატების, ხო, სიცარიელი რომ პრეფიქსად მიუმატოს, კი ბატონო. და თუ ესეთი რაღაცა არის, თუ ეს არ არის empty, მაშინ მე უნდა ავდგე იგივენაირ რაღაც გავაკეთო აქ. ეს trim-ის მაგივრად აქ. უბრალოდ ესეთ რაღაცას ვიზამ. ეს პრეფიქსი როა ეს ჯიგარი. ამას კონკატს უზამ აი ამ ჩემ string value-ით. და მე ბოლო არის ამნაირი ზუსტად უბრალოდ suffix-ი. და აქ პირიქით იქნება, გვექნება. აი ეს ჯიგარი კონკატ და ამ modify string-ის suffix-ი. მორჩა. და ეხლა ეს ყველაფერი, აქ ბოლოში შეგვიძლია პირდაპირ ეს გამოვიძახოთ აქ, იმიტომ რომ ამის მერე ამ string-ზე არაფერს ვაკეთებთ. და წესით ეს თავის საქმეს იზამს. მეტი არაფერი აღარ გინდა, იმიტომ რომ აი ამის მინიჭება უკვე გამოიძახება აქ ყოველ ჯერზე. ეხლა ამისი შემოწმება საკმარისი იქნება, უბრალოდ აქ შეცდომა რაღაც object is not ხო აქ პლუსი გავუკეთოთ. object get class get name ესეთი რაღაც ვქნათ. ან პირდაპირ object იყოს, არ გვინდა ეს კლასის სახელი მისი. აქ main-ში გადმოვიდეთ და ანუ ეს bad dog-ი შეცდომას ამოაგდებს, მოდი ეს ბოლოში დავწეროთ. თან ეს მოდი დავაკომენტაროთ სავით ჯერ, სანამ გამოვიყენებთ ამას. ესეთი რაღაც კომენტარი გავუკეთოთ. ეს წარმატებულ შემთხვევა უნდა იყოს, ანუ აი ეს John Brown-ი რო დაიბეჭდება ამის შემდეგ. თან მოდი აქ ეს აი აქ დავბეჭდოთ John Brown system out. ან შეგვიძლია აქ finally გამოვიყენოთ და finally-ში დავაბეჭდნოთ ეს John Brown-ი. გავუშვათ. აქ მისტერი დაამატა. ამას წერტილი დაუმატა. uppercase, lowercase-ები როგორც ჩანს არ ქნა. შევხედოთ აბა იქ კოდში. თუ uppercase თუ აქ ამას მითითებული, მაშინ ამას uppercase უშვები, მაგრამ აქაც იგივენაა, როგორც ქვემოთაა, ისე უნდა ვქნათ, რომ არ დავკარგოთ მნიშვნელობა. ესე. აქ ზემოთაც იგივენაა. იცოდე ეს დავაკოპი paste-ოთ და თუ lowercase-ად შევცვალოთ. ხო, აი ამას upper-ი ვქნა, ამას lower-ი და ეხლა შეცდომაც გავითამაშოთ, ანუ ეს შემოვიღოთ ეს bad dog-ი
და რა თქმა უნდა ამ bad dog-ისაც დავბეჭდავ აქ ბოლოში. ჩამოვწიოთ ეს DBS ექვემოთ. ნუ ამ bad dog-ის შემთხვევაში თქვა რომ animal რაღაცა არ არის string. ნუ ეს animal-ი მოდი field-ი ვათქმევინოთ ეს object-ი არ გვინდა ცოტა ისეთია. ნაკლებად გასაგები აქ დავწეროთ პირდაპირ declared field-ი რო არ არის string ტიპის და გავიგებთ რომელ field-ზე ამბობს. ხო აი animal წერტილი weight. ნუ შევალ აქ და მივხვდები რომ ეს არასწორად დავსვი. სხვა გზა არ გვაქვს ძირითადად exception-ის სახით ვაგებინებთ ხოლმე რომ რაღაცა ანოტაცია არასწორად გამოიყენა ვიღაცამ. ხო, ეს ანოტაციის გამოყენების შექმნის და გამოყენების იდეა უნდა უბრალოდ დავიმახსოვროთ, მარტივია. ანოტაცია არის რაღაცა note-ის ქაღალდივით, რომელსაც ინფორმაცია იწერება მხოლოდ რაზე შეიძლება რომ გამოიყენო, რას მიაწერო და როდის იყოს ცდომადი მაგას უთითებ და მე აი ამ შენ ანოტაციას რაღაც ობიექტებს უწერ შესაბამის და მე რაღაც სხვა რაღაცა მეთოდი, სხვა რაღაცა კოდის ფრაგმენტი აკეთებს მაგ ანოტაციის გამოყენებით შენი რაღაც ლოგიკის შესრულებას. ამ შემთხვევაში ჩვენი ლოგიკა იყო აი ამ modify string-ის ოპერაციების შესრულება იმ string ველზე, რომელზეც ეს modify string ანოტაცია იწერება. ხო, ნუ ამისი უკეთესი ვარიანტი ახლა შეიძლება უფრო ნაკლებად ეს დუბლირება გაგვეკეთებინა, ხო, რაღაც შეგვეძლო ბოლოში მიგვენიჭებინა ეს ველი. აქ ხო ყოველ ჯერზე ვანიჭებ, აქ შემიძლია ეს ჯიგარი წავშალო, ესეც წავშალო, ესეც წავშალო. ესეც წავშალო აი აქ და აქაც ეს დავაბრუნო აქ როგორც იყო. აი ეს რაღაცა, ეგ დავწერო. და უბრალოდ ეს მინიჭება ჩამოვიტანო ბოლოში ეს. კი ბატონო, რატომაც არა. რატომ დავაკეთო მინიჭება ყოველ წამს. აი ესე. ნუ ეს იგივე შედეგს მომცემდა. უბრალოდ უფრო გასაგები არის აქ. შეცვალე string-ი მე მიანიჭე. ან string builder-ი გამოგვეყენებინა, ეგეც შეგვეძლო მაგალითად აქ ყოფილიყო string builder-ი sb და აი string builder-ს აიღო new string builder default-ად ამის მნიშვნელობა, ხო, string-ის სახით. მოდი ვნახოთ string builder-ს, ups, რა გადაეცემა. ხო, char sequence-ი ან string-ი ან capacity, ნუ ჩვენ string-ი გადავცეთ ეს field name default-ი და მე შეგვიძლია string builder-ი რაც არის ამისი lower case გამოვიძახოთ, მოიცა თუ ამის lower მეგონი ამას ხო აქ წესით lower case-ი და upper case-ი. ისეთი არა ხო, ნუ როგორც ჩანს მოიცა უცებ მივგუგლავ ამას string builder to upper case java და მახსოვს ეს მეთოდი არის აქ. ხო, ნუ არ არის, მაგრამ ნუ შეგვიძლია ესეთი რაღაც გავაკეთოთ პრინციპში. მაგრამ ეს sb-ს მოდიფიცირება გამოვა, მაშინ რა აზრი აქვს ამ lower case-ის და რაღაც. ხო, ნუ ცოტა დებილური კი გამოვა, ანუ აქ sb რო გავუტოლოთ მაგალითად new sb-ს string builders რომელსაც ამ sb2 strings გადავცემ, რომელსაც ექნება to lower case რაღაც ესეთი. და მე აქაც ქვემოთაც ეს upper case-ი. და აი ამ შემთხვევაში, ნუ ეს ოპერაციები ცუდია იმ მხრივ, რომ ეს ობიექტი იკარგება, მე აქაც იკარგება ეს ობიექტი, ანუ garbage collector-ს ეს ორი ცალი ეს ამ ორის უწევს წაშლა. ნუ ამ შემთხვევაში trim-ი აქ trim-ი თუ გვაქვს trim to size ეს
ნუ ტრიმის შემთხვევაშიც კაც white space-ის მოშორება ესეთი მეთოდი, ანუ რაც კარგი მეთოდები როგორც ჩანს არ გვაქვს, რაც strings აქვს, ამიტომაც კაც გვიწევს string დიდი პლუსი ამას არ აქვს, ნუ ამ პრეფიქსის შემთხვევაში შეგვიძლია ეს modify string-ი კი რაღაც სად არის ჩვენ string builder append ნუ აქ შეგვიძლია აქ reverse-ი ვქნათ, მერე append-ი, მაგრამ reverse-ის შემთხვევაში append-ი არ ივარგებს. ხო, ნუ ჯობდა string-ი დაგვეტოვებინა აქ ესე. string builder-ს არ აქვს ის კაი მეთოდები. რაც ბანალური მეთოდები აქვს მხოლოდ, ამიტომაც ეს დავაბრუნოთ. იყოს ეს string-ი. ხო, და ერთი კიდე რაღაც, აი მაგალითად ზოგიერთი framework-ი რაც არის Java-ზე დაწერილი და ანოტაციებს იყენებს, ძირითადად ესე არ გაიზულებს ხოლმე, რომ რაღაც მეთოდებს გამოიყენო და იმ მეთოდებს გადასცე რაღაც ობიექტები, რომლებისთვისაც დაამუშავებს მე ანოტაციებს. ძირითადად თავად გეუბნება მაგალითად პაკეტის სახელი გითხრას, რომ მე პაკეტშიც რაღაც კლასები გაქვს, რომლებსაც უნდა გადაუაროს და რომლებზეც ანოტაციები უნდა დაამუშავოს თავისი. ჩვენ წინაზე ვნახეთ რაღაც ბიბლიოთეკა იყო, რომელიც რაღაც პაკეტის სახელის მიხედვით აბრუნებდა ამ პაკეტში არსებულ კლასებს. Java-ში ჩაშენებული არ გვაქვს ეგ მექანიზმი, რომ პაკეტის სახელი ვუთხრა და ყველა კლასი დამიბრუნოს, ანუ ყველა კლასს ობიექტური ტიპის ეს კლასის წარმოდგენები რაც მან გდია. ამიტომაც შეგვიძლია ესეც დავგუგლოთ ეგეთი რაღაც, მაგალითად Java get package classes and get classes from package. Რაღაც ბიბლიოთეკა არის. არა ეს არ გვინდა. რაღაც JavaX tools-ი აქვს აქ. აქ ჩავხედოთ. Library. ერთი წამით IntelliJ-ს გავუშვებ მეორეს. სადღაც გამოყენებული მაქვს პროექტში და იმის ეს IntelliJ ამას აღარ უშვებს, მოიცა open მოდი ესე გავხსნი. IntelliJ projects და აქ უნდა მქონდეს basic logger-ი, მე მგონი აქ მაქვს გამოყენებული. Eclipse-ში შევიხედო. ნუ Java assist-ია მე მგონი და reflections-ი. ეს ორი რაღაცა, შეგვიძლია ეს დავაკოპიროთ. და აი ამაში მაქვს გამოყენებული ეგ ანოტაცია და აი რაღაც ბიბლიოთეკა. ერთი წამით. ხო, აგერ არის reflections, root package, subtype scanner, კი ბატონო. ანუ ეს რაღაც ბიბლიოთეკა არის. Java assist-ი. მე მგონი, რომელიც ამას იყენებს. კი ბატონო, აქ ჩავხედავ ერთი წამით. კაი, აქ არ ვიცი ეს როგორ ჩავაგდე. კაი, მოდი ეს გადავაფეისტოთ.
ან maven-ზეც ვნახოთ maven-ზე Java assist ან როგორც ერქვა ამ ჯიგას Java assist ეს reflections-ი არის კაი, ეგ ჩავაგდოთ ახლა ამაზე დიდი დრო არ დავკარგოთ. უბრალოდ მინდა რომ ეგ გამოვიყენო. ანუ მივუთითო root პაკეტი და იმის ყველა ქვეპაკეტებში ყველა კლასი, რაც იქნება ის ან ინტერფეისი, არ აქვს მნიშვნელობა აბსტრაქტული კლასი, ყველას ველი ნახოს და სადაც კი ნახავს შესაბამის ველს, რომელიც string ტიპის იქნება და ედება modify string-ი, ყველაფერზე რო გააკეთოს ეს ცვლილება. თუმცა ის ობიექტები არსებული უნდა იყოს. ანუ კი შეიძლება გადავირბინო და ვნახო რომ იმ ველს აქვს. მაგრამ ის ობიექტი ხო უნდა მქონდეს ხელში. ამ შემთხვევაში ეს არ იმუშავებს, ხო? ტყუილად ვიფიქრე. ანუ new-ი შექმნილი ხო უნდა იყოს რომ იმაზე გააკეთოს ეს ნახეთ. ეს ობიექტი ხო ამაზე ვაკეთებ ბოლოში sets და ეს ობიექტი თუ არ მაქვს რა მნიშვნელობა აქვს ეწერება თუ არა persons თავზე ეს person ობიექტი უნდა მქონდეს რომ ეს შეუცვალო აი ამებით და ეს person ობიექტები რო სადღაც ფულში ჩავაგდო თქვათ მაშინ კი ბატონო მაშინ უკვე მაშინ პრინციპში იგივეს გავაკეთებ, იგივეს ვაკეთებ აქაც, ხო, რაღაც კოლექცია მაქვს ავით, რომელსაც ვამუშავებ, ხო, ობიექტებს აქ. კარგი, ეს ვარიანტი არ გვაწყობს. მაშინ რა ვქნათ? რამე მოვიფიქროთ ახლა კიდე. პრინციპში ანოტაციებზე ყველაფერი ლექციაზე კი ვთქვი. ამიტომაც თქვენ კითხვები მოიფიქრეთ რამე. ის შეგვიძლია ეს შევცვალოთ ეს გამოვთოთ არ გვინდა. მაგალითად გარდა მეთოდებისა ეს ეწერებოდეს გარდა ველებისა მეთოდებსაც რო ეწერებოდეს ეს. ანუ field-ის მაგივრად აქ ეს რო ეწერებოდეს methods. და ეს methods რო დაეწერება აი მაგალითი ავიღოთ მაგალითად first name-ი ვშალოთ და ეს get first name-ი რო არის აი მაგას დავაწეროთ სად არის get first name მაგერა და აქ შიგნით აი ამ get-ს ეტერები გამოვიძახოთ ბარემ get first name get last name და get age და ამ animal-შიც იგივენაირად აქ მაინც get names და უძახ get weight ესე და ეხლა გამოდის რომ person-ის მოდიფიცირება ამას უწერია last names აქ, მაგრამ first names უწერია მეთოდზე. და აი აქ ჩემი მეთოდი როგორ შეიცვლება. აქ როგორ შეიცვლება და field-ებს ხო ვიღებ და იმათ ვამოწმებ. და ასევე უნდა ავიღო field-ების გარდა ისინი მეთოდები. ანუ აქ მე class get methods declared methods-იც მაქვს აქ. private თუ არა მე. ნუ ეს declared methods-ი და ველები ორივეზე რო გადავირბინო, ვთქვათ, უბრალოდ აქ ცალკე კოდის წერა მიწევს, ხო? ნუ აქ შემეძლო ეს აქ ჩამეგდო, არ მინდა აქ ცვლადის შემოღება და აქაც იგივენაირად მიწევს, ანუ თუ არ არის accessible, მაშინ accessible ეს declared method-ი
to declared method annotation present ეს არ არის მაშინ გააგრძელოს. The declared methods პრინციპში declared methods get-ი ესეთი რაღაც get return type get name ამისი გამოძახება თუ შემიძლია მე მგონი invoke-ით ესე შემიძლია invoke-ი გავაკეთო ამ ჩემი ობიექტისთვის პარამეტრი არაფერი არ გადაეცემა მეორე აქ ეს exceptions ისვრის უბრალოდ ნახეთ აქ ვაკვირდები რა არის განსხვავება აი ამ ციკლსა და ამ ციკლს შორის განსხვავება არის აი ამის დაბრუნება ამ ველის და მინიჭება აი ეს ანუ მე შემიძლია ავდგე ეს ორივე გავაერთიანო ეს ჯიგრები ანუ ეს რაღაც დავწერო დუბლირება რო არ გამომივიდეს გავაერთიანებ მეთოდებს და ველებს object ეს object output streams რატომ იბნევს object-ების მასივი methods or fields ეს იყოს ეს ჩემი პრინციპში ამისი ამოღება ესე გავაკეთოთ ხეთ ამოვიღებ ამას მეთოდებს მე ამოვიღებ get declared fields და მე ამათი ზომის მიხედვით შევქმნი ამას და უბრალოდ შევავსებ new object declared fields length და plus declared methods length ესე ნამდვილად ეს ზემოთავწიოთ ну ესენი ამოვიკითხე შევავსე ეს ჯიგარი და მე for cycles გავარბიო ამაზე უბრალოდ ჯერ უნდა შევავსო ანუ აქ უნდა გავაკეთო methods or fields for fields უდრის declared fields ეს declared fields-ის ზომაზე გავირბინოთ და მეორე ციკლი იქნება declared methods for თან ეს უნდა იყოს declared fields length-დან დაწყებული აი ამის length plus ამის length-მდე და შევავსოთ ამ it methods and fields უდრის declared აქ field-ებზე გავარბიო თუ methods-ზე დავიკარგე უკვე აქ field-ები ზემოთ აქ მეთოდებია და აი ამ declared fields აქ ჩვენ გვინდა -declared field length ეს ну ეს იდეაში შეავსებს ხო ორივეს შეგვიძლია ჯერ ეგ ვნახოთ სანამ ამ რაღაცებს გადავაკეთებ თუმცა გადავაკეთოთ და მე თუ გაფუჭდა გავასწოროთ და მე გადავირბინო უნდა აი ამ ჩემ declared methods or fields-ზე ეს არის object ტიპის ისევ რაღაცა სხვა დამიწერა ეს არის declared field or method ან field or method დავარქვათ და აქ უბრალოდ დასაწყისში გავარკვევ ეს field-ი არის თუ მეთოდია ну ეხა ამისი გარკვევა აქ არ გვინდა მოდი რა გავაკეთოთ აქაც თუ if-else უწერე ესენი კი მსგავსია მაგრამ აქ შიგნით მაინც რაღაცა მჭირდება მოდი აბა ვნახოთ აი ამ fields და methods რამე თუ აკავშირებს executable უწერია ამას fields უწერია ამას accessible object-ი და member-ი მოდი ეს executable ჯიგარი ვნახოთ ეს accessible object-ის შვილია კი ბატონო ანუ და member-ია members რა აქვს accessible object accessible object-ის შიგ თავსი ვნახოთ ხო accessible object-ი კი ბატონო საერთო ეგ ვნახეთ ანუ შეგვიძლია accessible object-ზე დავკასტოთ ანუ თქვა რომ accessible object-ი არის field or method-ი
მასე დავკასთო. ეს დავაიმპორტოთ ეს რაღაცა. ნუ რაღაც accessible object, field or method. და ამ accessible objects აქვს can access-ი, set access-ი. ნუ is annotation present-იც ქონია. მოდი ეს წავშალოთ აქ ქვედა რაღაცების. Scop. ნუ get-ი არა აქვს, ხო? Accessible objects. Get-ი აქვს wells. ნუ wells შემთხვევაში გავაკეთოთ get-ი, აი აქ მოგვიწევს შემოწმება if ეს accessible object ვისაც მიუთითებს თუ არის instance of field-ის, მაშინ ჩვენ ვთქვათ ესეთი რაღაც. ნუ აი ეს field value თავიდან ნულია და ეს field value იქნება რამდენი რაღაცები მწერია აქ. Field value გაუტოლდება field-ზე დაკასთულ აი ამ ჩემი accessible object-ის გამოძახებას, ნუ რა ქვია მას, get-ით, ხო? და object. წინააღმდეგ შემთხვევაში ეს არის თუ არ არის instance of field-ი მაშინ. ნუ რადგან ან ერთია ან მეორეა, ეს მეთოდი გამოდის ამ შემთხვევაში და ეს field value გამოდის აქ მეთოდზე დავკასთავ ამ accessible objects და ამ მეთოდს აქვს invoke-ი ამ object-ზე და არაფერს არ გადავს. აი ესეთი რაღაც, აი ერთი ცვლილება მოხდა, აი აქ. ნუ ეს შემოწმება ქვემოთ აი ამ ნიშნულობის ეს წავშალოთ მოდი. აქ უნდა მოხდეს ისევ accessible object ესე გადმოვცეთ და რა გვაქვს აქ get annotation იმუშავებს და ამისი setიც სხვანაირია, ხო? ეს declared field-ის setი მაშინ ხდება თუ well-ია. თუ მეთოდია მაგ შემთხვევაში ვერაფერსაც ვერ უშვებით, ხო? იმიტომ რომ მისი გამოძახება კი დააბრუნებს რაღაცას და იმას შევცვლი, მაგრამ იმას ხო ვეღარ მივანიჭებ, მეთოდია, ველი ხო არა. ამიტომაც აი ამ შემთხვევაში, აი get-ის შემთხვევაში ესე მარტივად აქ საქმე არ არის. ანუ ამის გამოძახება შემიძლია რომ ესავიღო, მაგრამ ამ მეთოდში ცვლილებას აქ ვერ შევიტან, რომ ამან მერე დააბრუნოს. თუმცა შემიძლია ეს get first name მეთოდის სახელიდან მივაგნო wells აი აქ და first name-ი შევცვალო შესაბამისად. ხო, რავი, string-ის პასირება მოგვიწევს. ანუ აი აქ ესეთი რაღაც შემიძლია ვქნა. აქაც შევამოწმებ. თუ ესეთი სიტუაცია მაშინ ეს მინიჭება პირდაპირ მოხდება set-ით, object-ი და string value. ესე. ხოლო თუ არის მეთოდი, მაშინ რაღაცა უნდა სხვა ვქნა, სხვა რაღაცა უნდა ვქნა. აქ უნდა ვიპოვო მაგ სახელით veli მაგ ობიექტის. ნუ ჩავთვალოთ რომ რაღაც get-ერი არის, რადგან string ტიპია. get და რაღაც დიდი ასო პატარა ასოთი დაიწყება, ანუ conventions თითქოს convention ხო ეგრე არის. თუ veli არის თქვათ first name-ი, მისი get მეთოდი იქნება get first name დიდი F-ით. ამიტომაც მე თუ ვიცი აი ამ იმის, მოდი ესე შევინახოთ ეს მეთოდი. method. ნუ ამას დავთქვათ get მეთოდი, get method. და get methods ხო ექნება თავისი სახელი რაღაც. get name. ნუ ეს name-ი არის method name. და method name-ის პირველი 3 ასო ხო არის რაღაც 0 1 2 3-დან დავიწყოთ ბოლომდე ეს დამიბრუნებს name without get without prefix დავარქვათ prefix get prefix-ის გარეშე უბრალოდ პირველი ასო დიდი ექნება და პირველი ასო დავაპატარავთ აქ substring
ესეთი რაღაც ვქნათ. მოდი. დებილობა კი გამოდის, მაგრამ. ნუ substring-ი ამან 4 თქნას, ამან ქნას 3-ით, 4-მდე, ანუ ეს გამოდის ერთი სიმბოლო, ეს 4-დან ბოლომდე, ამას გავუკეთოს to lowercase-ი და მივუმატოს ეს ბოლო. ნუ ეს name without prefix-ი და name without prefix-ი არის. აქ field name-ი დავარქვათ პირდაპირ. ესა field name და field-ი ავიღოთ რა იმიდან კლასიდან, ან class get field declared field as ჩვენი field name-ით. უნდა ახლა ამ ჯიგას exceptions ისვრის და ესეც იგივე ვარიანტი მოხდება ამ declared field-ზე, რაც აი აქ ზემოთ. თუ არ არის accessible, გახდეს accessible. ეს წავშალოთ, მოდი, იმიტომ redundant გამოდის. და უბრალოდ მივანიჭებთ ამ declared fields რაღაცას. ეს გასაგებია ხო, ანუ მეთოდისთვის მინიჭება ვერაფრის ვერ ხდება, იმიტომ რომ ველი არ არის, რაღაც ნიშნულობას ვერ შეინახავ მასში, მაგრამ ამ მეთოდის სახელიდან შეგვიძლია ჩავთვალოთ ველი არსებობს და იმ ველს მივანიჭებთ შესაბამის ნიშნულობას. ხო, ცოტა უაზრო რაღაც გადაკეთება კი და გამოვიდა to existing, ესე ვქნათ. თუმცა, რა ვიცი, არის ხოლმე რა ეს ანოტაციები ზოგიერთი მეთოდებს ეწერებათ და ამიტომაც მეც ესე გავაკეთე. ხო, ნუ აქაც იგივე შედეგია. private double რაღაცა is not instance, კი ბატონო. და აქაც იმუშავა, ხო, ამ first name to last name იყო, რომელიც მეთოდს დაუწერეთ, თუმცა იმაზეც იმუშავა. ანუ აი ამ მეთოდის რაღაცა მიმუშავა. ხო. კიდე შეიძლება შეხვდეთ ამ ანოტაციებს სხვადასხვა საეჭვო ადგილებში, მაგალითად პარამეტრების წინ, აი აქ. ან new-თი რო ქმნი ობიექტს იმ new-მდე. და მასეთ ადგილებშიც აქვს გამოყენება, თუმცა ძალიან ისეთი არის, ანუ super სპეციფიური ანოტაცია გამოდის რაღაც. იმიტომ უმეტესწილად მეთოდი ან ველი ან აქ ტაიპი არის ხოლმე, რომელიც ნიშნავს ანოტაციის ტიპის გარდა სხვა ტიპები. ტაიპ use არის ზუსტად აი მე მგონი new-თი რო ქმნი მაგ შემთხვევაში, ტაიპ პარამეტრი, როცა პარამეტრს უწერ წინ. და ძირითადად ტაიპი არის, ან field-ი არის და მეთოდი არის. ანუ ძირითადად ამ სამ ადგილებში იწერება. იმიტომ ეს ახალი ადგილები ანოტაციებისთვის ახალ Java-ში დაემატა და ბევრი გამოყენება ამიტომაც არ აქვს. თუმცა შეიძლება შეხვდეთ. ხო. კითხვები ხო არ გაქვთ, მოიცა ამას გამოვთავ.